სადაგვედევა ევკალიპტები კენდები გული მაქვს მოსატევები ბერდები გული თავისას არის შლის მაინც სიყვარულს დაეძებს ქრიზანთემების მორებში დაგეძებ საღამო მშვიდობის ყველას აი ესე მხიარულ ნოტებზე მოვედი აბა როგორ ვართ სალამი ყველას ჩემო ძვირფასებო ნუ რა ვქნა მეც მაქვს რაღაც პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ამიტომ ვერ მოვდივარ თქვენთან ჩემო ძვირფასებო მომიტევეთ მაპატიეთ შემინდეთ საღამო მშვიდობის ყველას მოგესალმებით მოვედით თქვენთან დიდი სიყვარულით უღრმესი მადლობა ყველა თითოეულ თქვენთაგანს გაიხარე დავით კარგია რომ მოხვედი სიმღერით მოვედი მეგობრებო ართალია ვერ ვარ კარგად მაგრამ აი ხო ხედავთ მაინც მოვედი რამდარირო რიმდარირო დარირან დარირამ დარირი რამდარირო სადაა სხვები ანა მარია აქა დანელია აქა დავითი აქა მორგანა მოვიდა ხო ლიკუნა აქა ეხლა დანარჩენებს გადავუზიარებ მეგობრებო არის ნერვიულად დავიწყებ ეხლა ვინც არ ვართ კირჩხიბი არ ვიცი მოვა არ მოვა ნინას მივწეროთ დოჩის მივწერე მაგრამ მაინც მივწეროთ კიდევ თინას მივწეროთ იროს მივწეროთ კიდევ ვინ გვყავს მეგობრებო კიდევ ვინ გვყავს ნუ კარგი ამდენიმეს გადავუზიარებ მოკლედ ჩემო ძვირფასებო აი ესე მოვიყაროთ ეხლა ჯგუფის წევრებო თავი მეგობრებო დავძმაკაცდეთ დავძმობილდეთ წყილი და ჭიანჭველა დაძმობილდნენ და გაუდგნენ გზასა მეგობრებო აბა ესეა კი წყილი და ჭიანჭველა მოკლედ მოვამზადოთ დასტერი ჩვენი ძვირფასი დასტერი მეგობრებო ასე რომ სანამ ეხლა ჩვენ გადავალთ არ ვიცი რაზეა გაშლა უბედური მაგის დღე რაზეცა მოდი დღევანდელი ჩვენი თემა იყოს როგორ ჩაუვარდა კოვზი ნაცარში ხო მეგობრებო რა სიტყვით მე მგონი დავით მე მგონი კარგი თემა იქნება ხო აბა რა სიტყვით მეგობრებო როგორ ჩაუვარდა კოვზი ნაცარში თუ როგორ არ ჩაუვიდა კალოშებში ფეხი ხა ესე მეგობრებო ესე იყოს ზუსტად მაგი არა და მეორე აბა ამა უყურე ზუსტად რა ეგონა აბა მაგას მაგან ვიყუროს ახლა ჩვენ მაგან ჩვენ გვიყუროს მეგობრებო ხო რა თქმა უნდა ანა მარია რა თქმა მაგას დასიზმება მე სულ მახსოვხართ მეგობრებო არასოდეს არ მავიწყდებით უბრალოდ მეც მინდა ენერგია იმისთვის რომ თქვენამდე მოვიდე ხო რა ვთქვი ახლა რა უნდა იყოს თემა მეთქი აი ხო ხედავთ მეგობრებო კალოშები მახსოვს მაგრამ მანამდე რა ვთქვი ის არ მახსოვს
მეგობრებო, გამახსენეთ აბა. სწავლი თუ გინდოდეს. აი ხო ხედავთ მეგობრებო, აი სადაა ძაღლის თავი და მარხული. არ გვინდა კალოშები. პირველად რა ვთქვი, იგია საქმე. რაღაცა ვთქვი პირველად. ბოჭკა. ბოჭკა, მაგას ვერ ვიტყვი, ახლა რა ბოჭკაზე ვისაუბრეთ ჩვენ. ხო, მაგას ვერ ვიტყვი ახლა, ანუ უბრალოდ ახლა ეგ სტუდია გვაქვს. ახალ ურთიერთობა გაინტერესებთ, ესე იგი. ძალიანაც კაი. დაშლოს, ხო? დაშლოს, მეგობრებო. დაშლოს უშე. კითხვებზე პასუხი არ მაქვს. ვიცი, წარმომიდგენია. ნატრი ბუკვიზე, რა თქმა უნდა. ძველები ნატრი ბუკვიზე. ნატრი ვისოლიე და გავიწყდა, ვისოლიე ბუკვიზე. მეორე სიტყვა რა უყავი? როგორ ჩაუვარდა კოვზი ნაცარში, ყოჩაღ. 3-7-იანი. კოვზი ნაცარში, ასე დავწერ. კოვზი ნაცარში. დღეს ეტყობა ვიხალისებთ. დღეს დიდი დღეა, დიდი. ხო, დღეს დიდი დღეა, დიდი. დავიწყოთ მეგობრებო. ეხლა მე მაინტერესებს თქვენი ენერგიები. ხო. მე მაინტერესებს ეხლა თქვენი ენერგიები და მოდი ტარო რაიდერით გავაკეთებ დღეს ენერგიებს. ტარო რაიდერით მეგობრებო. ხო, ტარო რაიდერით ვიმუშავებ დღეს და მე გადავალ ქართულ ტაროზე. კი, ესე ვისამა. აბა ჩვენი ჭერმეტყველი, როგორ ბასრი დანასავით ჭრის მეგობრებო, თქვენ არ იცით, ეს ადამიანს თავსაც მოჭრის. ხო, ვიხალისოთ ეხლა. მივაწექი. მატორს ფეხი დავაწექი. არა და არ ვიცი შოფრობა. ვინ მასწავლის მძღოლობას? მეგობრებო. ტარებას ვინ მასწავლეთ? კოვზი ნაცარში როგორ ჩაუვარდა ჩვენს ბატონ თუ ქალბატონს. ხა. შენ მასწავლი მე? შენ დასწავლობ ახლა ქალო და შენ მე მასწავლი? თქვენი ენერგიები. სამიანების კვერთხელი, მეგობრებო. თქვენი ენერგიები არის სამიანების კვერთხელი. მოვტრიალდი ახლა თქვენსკენ მე. სამიანების კვერთხებია თქვენი ენერგიები. რაღაცის აღნიშნვაზე ფიქრობთ, იხედებით იქეთ, რომ რაღაცა უნდა აღნიშნოთ. რას აპირებთ, მეგობრებო? რაღაცა იმუშავეთ, რაღაცა დააგროვეთ, რაღაცა შეიძინეთ, რაღაცა გინდათ, ან შეიძინეთ, ან გინდათ. ხო და გინდათ რომ ეს აღნიშნოთ, გინდათ რომ ეს ახაროთ ვიღაცას, გინდათ რომ ეს სააშკარაოდ გამოიტანოთ, ხო მეგობრებო? ხო. კიდე მუშაობთ თავჩარგული მუშაობთ მეგობრებო. თავჩარგული მუშაობთ. აი, სულ მუშაობთ 24/7-ზე. უკაკუნებთ და უკაკუნებთ, ეს რა არის? სად მიგეჩქარებათ მეგობრებო? Page of Wands. პაჟი კვერთხების. მეგობრებო, ვიღაციდან შეტყობინებას ელოდებით, ხო, მეგობრებო? აქამდე იქით ვიყავი მიტრიალებული და ახლა მოვტრიალდი თქვენსკენ, ანავარია. ხო. ინაღამ წევიღე წერილი. მაგრამ არ წევიღე. არა, ჯერ შენი დრო მოსულიო, ასე მითხრეს. ხო. შენი დრო რომ მოვა, მე გამოტრიალდიო, ახლა გატრიალდიო, ასე მითხრეს. ხო. მეგობრებო, ნახეთ, ვიღაცის წერილს ელოდებით. ხო. თქვენ გეშველებათ უშველებელი კაცო, რა პრობლემაა? დედა სასწაულები გაყიდ, მეგობრებო. ესე არ შეიძლება. რა გეშველებათ და ყველას ყველაფერი ეშველება. შენთან ჭედავს?
რას ამბობ? კიდევ ვისთან ჭედავს? მეგობრებო, ვიღაციდან წერილს ელოდებით. თითქოს ეს ადამიანი უკან გაბრუნებულია თქვენთან ზურგით დგას, მაგრამ თქვენ მაინც ელოდებით ამ ადამიანიდან შეტყობინებას. რა შეტყობინების მოლოდინში ხართ, კი საინტერესო დედა რა ვქნა. მეფე. King of Pentacles მეფე. ეს ადამიანი ფინანსებზეა გადასული, თქვენ კიდევ მას ელოდებით. კიდევ თქვენი ენერგიები, ხო, ხმლები რა ქვია მას და კვერთხების მეფე, მეგობრებო, ეს ადამიანი ფინანსებზე მუშაობს, მაგრამ თქვენსკენ იხედება. თქვენ გრძნობთ მის ენერგიებს, ამ ადამიანიდან ელოდებით შეტყობინებას. კიდევ ასწავლით უბრალოდ ეს. კიდევ თქვენი ენერგიები. გამიშვიდა მაკავე გაქვთ, ხო, მეგობრებო? იცით რა პოზიცია გაქვთ, რა სიტუაცია გაქვთ, ვინ ვის აჯობებს, ხო, მეგობრებო, აეკრობთ, მეგობრებო, ხო, ეჯიბრებით ერთმანეთს, ნახეთ, ცხრიანების დედოფალი, პენტაკლების დედოფალი, ცხრიანების პენტაკლები, თქვენ ხართ თქვენს სფეროში, თქვენ ხართ თქვენს გარემოში, თქვენი შრომით, თქვენი ფუფუნებით, აგერ ვის თუთიყუში ყავთ, ვის ბუ ყავთ, ვის პეპელაგაზით, ნუ რა ვიცი ახლა, თქვენი ფინანსებით, თქვენ თვითონ ანათებთ, მოკლედ, ანათებთ, მოკლედ, მეგობრებო, დაკავებული ხართ თქვენი საქმიანობით. ეს ადამიანი კიდევ ესე გებრძოლებათ, უბედური მისი დღე. ეს ადამიანი რო გხედავთ ესეც, საცოდავათაა. მე შენ გეტყვი თქვა. ხო, მეგობრებო, უბედურ დღეშია საცოდავი. რა გააკეთოს რომ არ იცის, რაღაც არ ჩანს კარგად კარტები. ხო. როგორ ბობოქრობს, ნახეთ უბრალოდ. ხო. თქვენი ენერგიები. ორიანების კვერთხები. ნახეთ ამ ადამიანს სამყარო უკავია ხელში. თქვენი ენერგიები, მეგობრებო. ნუ რა ვქნათ? ორიანების კვერთხები. რომელს მოკლედ? იმფერ დღეში ხართ. ორივეს წითელი გაქვთ ანთებული რო იტყვიან. მეგობრებო, აენთო წითელი, ხო? აენთო, მეგობრებო, დანელია რა გაცინებს. ცხრიანების კვერთხები, სულ კვერთხები, ანთებული გაქვთ, მეგობრებო, და რა ქნათ ვეღარ იცით, ვეღარ ხვდებით. თქვენ გძნობთ ამ ადამიანის თქვენ გძნობთ ეს ადამიანი რას გძნობს თქვენს მიმართ, თქვენ ამ ყველაფერს გძნობთ, მეგობრებო. ხო. თქვენ ამ ყველაფერს ძალიან კარგად გძნობთ, კი. ნახეთ, მეგობრებო, ეს ადამიანი ღამე უბრალოდ ნახეთ ახლა თქვენს ენერგიებში ამოდის თვითონ. თუ თქვენ ხართ ასე, რომელიმე თქვენთაგანი შეიძლება იყოთ ესე ღამე უძილობა გქონდეთ, შეიძლება, მეგობრებო. ხო, შეიძლება თქვენთაგანს რომელიმეს ამ ადამიანზე ფიქრით ღამე არ გძინათ. ნუ რა ვქნა, მეგობრებო, რასაც მაჩვენებს უნდა თქვა, ნახეთ. ხედავთ, ხო? ვერ ხვდები როგორ ავანთო ეს შუქი. ისი ავანთო თუ ასე ავანთო. ჩანს ესე? მაინც არ ჩანს, რა მნიშვნელობა აქვს? ანთია, აზრი არა აქვს. ხო, ძალიან ნერვიულობთ, რომელიღაცა ძალიან ნერვიულობთ. ხო, ნახეთ როგორ ნერვიულობთ, მეგობრებო, 7 of swords. სულ ჩახმალული ხართ. აი ვერ გადააგდეთ ამ ადამიანზე ფიქრი, ვერ მოიცილეთ ამ ადამიანზე ფიქრი. ძალიან გინდათ, მაგრამ ჩამადან ბეზრუჭკი რო იტყვიან. აი რაღაცა ისეთი სიტუაცია გაქვთ. დაგაქვთ ჩახმალული დაგაქვთ, მეგობრებო. ხო, ნახეთ, ვერ გადაგიგდიათ. ძალიან ცდილობთ, მაგრამ ნახეთ, მაინც იხედებით უკან. ნახეთ, უკან მაინც იხედებით. თქვენი ენერგიები. პენტაკლების 6-იანი.
ხო გეუბნებით, ბევრი გადართული ხართ ფინანსებზე. შეიძლება რომელიმე თქვენთაგანს კიდე აქ იმის იმედი, რომ ეს ადამიანი დაბრუნდება და თითქოს რაღაცას მოილაპარაკებთ. ალბათ, ჩემი გადასახედიდან ასეა. ბატონო, ნახეთ, რვიანების თასები. ეს ადამიანი წასულია თქვენგან, მეგობრებო. ამ ადამიანმა ზურგი შეგაქციეთ თქვენ. დატოვა ეს თასები და გაიარა და წავიდა მთვარეში. გაუჩინარდა თქვენგან რო იტყვიან, მაგრამ თქვენ მაინც ელოდებით, რატომღაც გგონიათ, რომ ხა მე იმას ვერ ვიტყვი, რომ ზიხართ და ელოდებით, მაგრამ მაინც ფიქრის დონეზე ელოდებით ამ ადამიანს. ხო, ნახეთ ეხლა, ნახეთ მეგობრებო, ხო, 5 of Swords. ხუთიანების ხმლები, სასწაული სიტუაცია, მე თუ მკითხავთ. ამ ადამიანმა თქვენ არ მოგისმინათ. ამ ადამიანმა თქვენ არ აგირჩიათ. ამ ადამიანმა ზურგი შეგაქციათ. ყოლა და ყველაფერი აირჩია თქვენს გარდა. ხო. ხო, მეგობრებო, ზურგი გაქციათ. კიდევ რამდენიმე ბარათი, ეშმაკის არკანი. დიავოლი. დიავოლი. ამას ქვია ეშმაკი. შეჩენილი გყავთ ეშმაკი, ხო მეგობრებო? ჩემო ძვირფასებო, იმდენად მიჯაჭვული ხართ, ხო, დიავოლი. იმდენად მიჯაჭვული ხართ, ზოგიერთები ახლა ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ რაღაცნაირი სიტუაცია. ხა ცოტა ესეთი საჩოთირო სიტუაცია, მე თუ მკითხავთ, ხო. ძალიან მიჯაჭვული ხართ ამ ადამიანზე. მხოლოდ თქვენ კი არ ხართ მიჯაჭვული. ეს ადამიანიც თქვენზეა მოჯაჭვული, მეგობრებო. ხო, ეს არის იცით როგორი ურთიერთობა. მავიწყდება ქართული, მავიწყდება მეგობრებო. ხო, ეს არის არაჯანსაღი ურთიერთობა. მე თუ მკითხავთ. სამყარო. ფორტუნა. ხო, იცით რა ის არა ქვია. ბედზე ხართ დამოკიდებული, ბედზე. თქვენ ფიქრობთ, რომ თუ ბედია, ვიქნებით ერთად. თუ არა და ხო რა, ვის ბედს მიანდეთ უკვე ყველაფერი, ფორტუნა. ბედი. თქვენ ამბობთ, რომ თუ ბედია, ვიქნებით ერთად, რაღაც ესეთი. ხო, აქ კიდევ ჯუსტიჩე. აი ნახეთ, სასამართლო. თქვენ ამბობთ, რომ სამართალი პუშჭამსო, თქვენი ენერგიები ასეა, სამართლიანობას ელოდებით. შეიძლება რომელიმე თქვენთაგანი სასწორი იყოს. კი, ესეც შეიძლება თუ დაემთხვა, არ ვიცი. სასწორი და სასამართლო, იქნებ რომელიმე სასამართლო პროცესი გააქვთ, იქნებ რაღაცა მემკვიდრეობის პრობლემები გააქვთ, იქნებ ჯანმრთელობის პრობლემა გააქვთ, იქნებ რაღაცა პრობლემა გააქვთ, რასაც მეგობრებო, ეხლა უფრო სხვანაირად უყურებთ, აწონ-დაწონვის, გააზრების, ამ ყველაფრის სიტუაციის გადახარშვის პერიოდი გააქვთ, შეიძლება ესეც იყოს კი და ამიტომ სასამართლო ნიშნავს მაგას, რომ რაღაც მოვლენებს ელოდებით, პასუხებს ელოდებით, როგორ რა გადაიჭრება ეს არიცით, ელოდებით. რამდენჯერ უნდა აკოპიროს, სოფო ხომ არ მეტყვი? ხო ხედავ პასუხს რო არ გცემთ. მეგობრებო, რა დღეში გაქვთ ნერვები? არ მაქვს კითხვაზე პასუხი, მეგობრებო, წაიკითხეთ რა წერია ეკრანზე. არ გაინტერესებთ ხო პასუხი, თქვენსაც აწვევით მარტო. 10-ჯერ გაგცეს პასუხი, სოფო, რომ არ გვაქვს კითხვაზე პასუხიო. სწავლით უკიდდეს. წერა იცით და კითხვა არა, მეგობრებო. მაპატიეთ ესეთი საუბრისთვის, ძალიან გთხოვთ. თან რო პინავენ, კაცო. რა უბედურება ეს აპინვა? მე ვერ ვისწავლე ერთი. სალამი ირო, გაიხარე. მიჯაჭულობა ხო? ესეცა კი? პასუხი ზუსტად ანა მარია. მაგარი გოგო ხარ. ხო. ერთ რაღაცას რო ჩაეციკლებით მეგობრებო, მაპატიეთ ეხლა. უბრალოდ.
ერთ რაღაცას რო ჩაეციკლებით, ესა ზუსტად არაჯანსაღი სიტუაცია. ეს აქ ყოილად არ ამოდის, მეგობრებო. ეხლა ყველაზე არ ვსაუბრობ. და ნუ მიიღებთ ეხლა ყველა საკუთარ თავზე. არაჯანსაღი სიტუაცია მხოლოდ პარტნიორობაში კი არა, ჩვენს გონებაშიცაა, მეგობრებო. ჩვენს გონებაშია ეს. სხვაგან არსად არ ეძებოთ. გონებაში ეძებეთ მარტო პასუხები. რა არის ეს, კაცო? ესეთი იყო თქვენი ენერგიები დღეს. რაღაცნაირი. აპინვა პასიანიაო. რაჯერ? აპინვა არც ვიცი, მეგობრებო, რას ნიშნავს აპინვა და სად ხდება ეს ყველაფერი არ ვიცი. მაპატიეთ. მე არ ვიცი ჯერ მაგდენი. მე უბრალოდ ვიცი ეს ლაივის ჩართვა, მეტი არაფერი აქ არ ვიცი. ხო, გოიმი კი არ ვარ, მაგრამ ზოგადად ვამბობ რა. არ ცოდვა. თიკოს შილაკი უფასოა მოусმინეთო. ეს რა არის ახლა? აი რა შემიძლია. მე არაფერში არ გავხტებინებთ მეგობრებო არაფერს. მინდა და მოვდივარ. მხოლოდ მოусმინეთ, თუ გაქვთ სურვილი. მე რასაც ვამბობ, ის მოусმინეთ, იმას მოусმინეთ და იქედან აიღეთ სათავისოდ რაც გინდათ. ხო, კითხვებზე პასუხის გარეშეოთ. მე მინდა ესე. და თუ ჩემს გადაწყვეტილებას პატივცემთ, ძალიან მადლიერი დაგირჩებით. თუ არა და ასკროლეთ. ხო. ჩვენ აქ ჩვენებურად ვაჯაზებთ. ნუ რა ვქნათ. ხო, რა თქმა უნდა, ლიკო. უფასო გვაქვს მოსმენა. ხო. თუ არა და ვინჩესტერია. გადაწყვეტე კატე. თუ არა და ვინჩესტერია. არ მინდეს ვინჩესტერი კაცო. აი მედედა. არ მინდა ვინჩესტერი. რა პრობლემაა? დავიწყებ ახლა თქვენი პარტნიორის დახასიათება. ჩაიფიქრეთ ახლა. რას მათხოვებ, კაცო, არ მინდა. ენა მაგ ვინჩესტერზე უკეთესი, რას ლაპარაკობ? მე ენით ან მოვკლავ და ან მოვარჩენ ადამიანს. ვინჩესტერისთვის ახლა თითები არ ვიმტრიო, მეგობრებო. ენა მაგ მომართული. ხო. არ გადააჯვარდინოთ ფეხები. არა და მასე ვიჯექი ახლა მე. Music box. ვინ ხარ შენ? გოგო ხარ თუ ბიჭი? გაგვეცანი ერთი. Music box. სად წავიღო? გოგო ხარ? ვისასროლი, ალო? რას ლაპარაკობ შენ? კარგი მეგობრებო, გავაგრძელებ ახლა. ჩაიფიქრეთ ადამიანია. მეზობელი ჩაიფიქრეთ, მეგობარი ჩაიფიქრეთ, დაქალით, მაკაცი, ვინც გინდათ ის ჩაიფიქრეთ. ხო და გავაგრძელოთ ახლა. ხო. გავაგრძელოთ მეგობრებო. მისი ენერგიები, საცოდავი მისი დღე. ოხ. 7 of Wands, კვერთხები. ეს ადამიანი ახლა აპირებს რაღაც სიტუაციიდან გამოსვლას, ბრძოლას, დაწყებას, წამოწყებას, ამ ღობეების წაშლას, წაქცევას. ხო და ამ სიტუაციიდან გამოსვლას. ხედავ შენ? და მოსვლას, მოდის. მოდის, მეგობრებო. ხედავთ თქვენ? მოდის. სამოდის არ ვიცი მე, სამოდის. ოჯახის შესაქმნელად მოდის, მისი ჯირი მეთქვა. მეგობრებო, ნახეთ. ხა, მოდის. რევოლუცია მოდის, მეგობრებო. კიდევ რაო? მეგობრებო. კვერთხები, შეხედეთ, კვერთხებშია საცოდავი წითელი აღანთებული ამას. იწვის, მეგობრებო, შენ თებული აქ.
ნახეთ ქვემოდან რა არის? დიავოლი. დიავოლა, ამას დავარქვათ დიავოლა, მეგობრებო. ხო. ამას დავარქვათ დიავოლა. დიავოლას კოზი ნაცარში ჩოუვარდა. ხო. დიავოლას კოზი ნაცარში ჩოუვარდა. ხო, მეგობრებო. ნახეთ, აქ რა არის? ჯაჯმენტი. ოხ, მეგობრებო, ამას უასოზეა ყველაფერი. ამასთან, მეგობრებო, ეხლა ამბავია მტერს და დამაწყევარს რა იტყვიან. ბოჭკას, კი? რის ბოჭკა, მაგას ბოლოს ვიტყვი. გამახსენე ოღონდ დავით. ხო. მაგასაც ვიტყვი. ხო იცი, ჩემი ენა ყველაფერს იტყვის. მეგობრებო, ჯაჯმენტი. სასჯელახსრულების დეპარტამენტში უწევს თავის შეყოფა. კოვზის ნაცარში ჩაგდება. უბედურად აქვს საქმე ამ ადამიანს. ხო, ამ ადამიანს ძალიან ცუდად აქვს საქმე. ვერავინ ვერაფერს ვერ შემოაწყობს ვერსად. ხა. ვერავინ ვერავის ვერ შემოაწყობს, მეგობრებო. იქეთ შემოვაწყობთ ჩვენ. ბოლო თაროზე შემოვდებ თან ისეთ ბოლო თაროზე შემოვდებ, მეგობრებო. საერთოდ რომ არ ვაპირებ იქედან ჩამოღებას. განკითხვის დღე, ჯაჯმენტი. კი, მეგობრებო. განკითხვის დღე მოაკითხავს, მეგობრებო. კი. მე არ ვიცი ამ ადამიანმა რა დააშავა, მაგრამ იქ გვაჩვენა სამართლიანობას ელოდებით თქვენ. ხო და აი რასაც ელოდებით, იმას მიიღებთ. კი, მეგობრებო. კი. თქვენ მოესწრებით მაგას, კი. განკითხვის დღე აკითხავს ამ საწოდავს. ხო. ჩამოუარს ახლა, მეგობრებო. ჩამოუარს, მეგობრებო. ისე ევედრება უფალს. ამ სურათს თუ დავაკვირდებით, ეხლა როგორ გაჩვენოთ, ძალიან ლამაზის ფოტო აქვს ქვემოდან. ნახეთ რა ხატია აქ. ხატია ადამიანები ხელაპყრობილი და უფალს რო ევედრებიან. ნახეთ, აი ხედავთ ხო? მე მგონი კი ხედავთ, კი, რაღაც ისე მინდა ვაჩვენო, ხო? აი ესეთ დღეში იქნება თვითონ. Music box ძალიან გთხოვ. ესეთი საუბარი ჩვენთან არაა მოსული. მეგობრებო, ერთმანეთს ვცეთ პატივი. თუ არ შეგვიძლია, ხო? გავჩუმდეთ მაინც. კიდევ მისი ენერგიები. ანა მარია არის ძალიან კარგი ადამიანი, მეგობრებო. ოღონდ მართლა. ანა მარია ისეთი ადამიანი არავის არაფერს არ აკადრებს. კისერს დავდებ. კიდევ გავაგზავნებ. მისი ენერგიები არის თქვენ. თქვენ ხართ მისი ენერგია. თქვენ ხართ მისი ძალა. Queen of Wands, კვერთხების დედოფალი. თქვენ ხართ მისი ენერგია. აქ სხვანაირად არ გამოვა. აქ სხვანაირად არ გამოვა. თქვენ ხართ მისი ჯაჯმენტი და თქვენ ხართ მისი ენერგია. რას ფიქრობს მისი ენერგიები ხართ თქვენ. თქვენზე ფიქრობს 24 შვიცე. თქვენ ხართ მისი სასჯელი, მეგობრებო. ხო. თქვენ რასაც გადაწყვიტავთ, იმას იზამს თვითონ. თქვენ როგორც იტყვით, იქნება ისე. მან ძალიან კარგად იცის ეს ასე რო იქნება. შეიძლება მას ეგონა რომ პირიქით უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვერ მივართვით. ხო. თქვენ ჯერ და მერე თქვენი გადაწყვეტილება. თვითონ აქ არსად არ წერია. ხო გებრძოლათ, ეს თქვენთანაც ამოვიდა. ხო გებრძოლათ, ხო და მასე გებრძვით ეხლაც, მეგობრებო. და მასე იბრძოლებს კიდევ. დედა რა გავაკეთო? პენტაკლების მეფე. ეს ადამიანი ფულზეა გადართული. ფული. ფული ჯოჯოხებს ანათებს, ესე ფიქრობს. ფული, ხო. ფული და ფული.
ამას გონია რომ ფულით ყველაფერს იყიდის, ფულით ყველაფერს მოაგვარებს, ფული თუ გაქვს ყველაფერი გაქვს. ესე ფიქრობს თვითონ მეგობრებო. ხმლების პოზიცია ხვალზე ხართ ახლა. ფულით მოჭრის ყველაფერს. ხო. შეიძლება იმას ფიქრობს რომ ფული საიდან მოუჭრაო. ესე შეიძლება იყოს. ფარაი ოხტუმ ვარ. ანა მარია, ხო გაგიგია? იცი შენ? ხო, მეგობრებო. თქვენს გარდა რომ ყველაფერი არჩია და ყველაფერი ეს თქვენთანაც ამოვიდა ეს ფოტო. ხო, იმიტომ სჭირს ახლა კარგი. იოქმო. გავაგზავნებ მეგობრებო. მისი ენერგიები. ამ ადამიანს უნდა რომ თქვენთან ერთად ნავში ჩასხდეს და წახვიდეთ. ცხრიანების ხმლები. თუმცა მასთან ერთად ძალიან ცუდად იყავით თქვენ. ამას ამბობს. მე ესეთი შთაბეჭდილება მჩება ხო ამ სურათში, რომ მასთან ერთად თქვენ ხმლიანების ნავში იჯექით. 6 of Wands. ექვსიანების ხმლები. ხო. ნახეთ მეგობრებო, თქვენ ხართ მისი იმპერატრიცები, თქვენ ხართ მისი იმპერატორი ქალები. ნუ რა გავაკეთო ახლა, ხომ არ მეტყვით. ამ ადამიანს ძალიან უნდა ურთიერთობაზე იმუშაოს. ამ ადამიანს ძალიან უნდა რომ რაღაცა აღნიშნოთ ერთად. თუმცა ვიტყვი იმასაც და გავაჟღერებ რომ აქ სამკუთხედია, კლასიკური სამკუთხედია მეგობრებო. აქ არის კლასიკური სამკუთხედი. კიდე მისი ენერგიები. ეხლა ნახეთ როგორაა, მეგობრებო. ამ ადამიანს პაუზები აქვს. ნახეთ ეხლა რა ხდება. ამ ადამიანს თუ აქამდე ფინანსები კარგად შემოსდიოდა, ეხლა ცოტა უკმაყოფილოა. ეს ადამიანი კიდე საჩუქრებში მოიკოჭლებს. არ უყარს ეთყობა ჩუქება. ხო, წუწკია ძალიან. ნახეთ, რამდენი აქვს ფინანსები და როგორ საცოდავად უყურებს, ითვლის. ხო, კიდევ. Music box, რატომღაც მგონია რომ ბიჭი ხარ. რატომღაც ესე მგონია, რატომ მგონია არ ვიცი, მაგრამ რატომღაც მგონია რომ ბიჭი ხარ. მე რატომღაც მგონია რომ ბიჭია. ნუ კაი. ბალანსი, ეს ადამიანი ეცდება ბალანსის დაცვას. ხა, ტემპერენს, ბალანსის დაცვას ეცდება. ბალანსის დაცვას ეცდება მეგობრებო. იხედება თქვენსკენ რო იტყვიან, თქვენსკენ იხედება და უნდა რომ ბალანსი დაიცვას. თუმცა მეგობრებო, ნახეთ, ჯერჯერობით არაფერს არ აკეთებს. გულზე აქვს ხელები და წყობილი და ესე არის და ესე ფიქრობს ახლა. თავისთვის. ესა სულელის არკანი. სულელის არკანი მეგობრებო, ხედავთ ხო? ხო, ნუ ეხლა რა ვიცი. ამ ადამიანს თითქოს სიტუაციის განოლება უნდა. ეს ადამიანი დაადებს თავს და მიდის, სად მიდის არ იცის. ეს ადამიანი ისეთ რაღაცას გააკეთებს, რომ არ უფიქრდება მის გაკეთებულ საქციელს რა მოყვება. ჯერ აკეთებს და მერე ფიქრობს. ხო, ეს ადამიანი ზოგიერთებთან შეიძლება ისიც იყოს, რა ქვია, რომ ხო, თავის საქციელს არ ნანობდეს. ან ფიქრობდეს, რომ მე არ ვარ დამნაშავე. სამკუთხედში ორივე ქალი იმპერატრიცაა? არა. სამკუთხედში ორივე ქალი იმპერატრიცა ვერ იქნება.
ხო, ნუ რა ვქნათ ახლა, ნამარია. მოუნდა და რა ვქნათ ახლა, ხომ არ მეტყვე. თუ გაშორებულია, მაინც სამკუთხედიაო. მერე რა რო გაშორებულია. სამკუთხედი ყველაფერი შეიძლება იყოს მეგობრებო. არა მხოლოდ პარტნიორი, მშობლებით სამკუთხედია, რო იცოდეთ. სამსახური რო აინტერესებს და თქვენ რო არ აინტერესებთ, ესეც სამკუთხედია, მეგობრებო. ფუფუნება რო უყვარს, ესეც სამკუთხედია. სამკუთხედი მხოლოდ პარტნიორი არა? ხალხო. კიდევ მისი ენერგიები. მისი ენერგიები. ამ ადამიანს ღამე არ ძინავს, კოშმარები აქვს. ხო. ამ ადამიანს ღამე არ ძინავს, იცით რატომ? იმიტომ არ ძინავს და ფიქრობს განდეგილშია. იმიტომ არ ძინავს, რომ ნახეთ უბრალოდ გამოდან რა კარტებია. ხელა სიყვარული დაკარგა. ძალიან დიდი სიყვარული დაკარგა თქვენი სახით ამ ადამიანმა, გეფიცებით. და ღამე აღარ ძინავს. ნახეთ უბრალოდ შეყვარებულები, ესეც შეყვარებულები, გული, ორიანების თასი და თასები. ნახეთ მეგობრებო, რა ურთიერთობა და რა გრძნობები დაკარგა, როცა შეიძლებოდა ყველაფერი კარგად იყო. ეხლა ღამე აღარ ძინავს, საცოდავი მისი დღე, ეკუთვნის. ხო, ვერ ძინავს, ვერა. ვერ ძინავს. მეგობრებო. მეგობრებო. რას ქვია ძინავს? ასე დამჯდარი ათენებს. თქვენ არ იცით თორე. ხო. და ფიქრობს, ეხლა როგორ დააშავა და რა დააშავა, ეხლა ფიქრობს. თორე, თავის დროზე რო ეფიქრა. ამ განსაცდელში კი არ ჩარდებდა უფალი. ნახეთ, რამდენჯერ მიეცით შანსი ამ ადამიანს. ვერ იძინებს. რაფერ დაიძინებს, ანამარია. არ აძინებს გამჩენი. ხო. არ აძინებს გამჩენი და კიდე სისულელებზე რო ფიქრობენ. ხო. იმ უძილობის დროს, კიდე იმას რო ფიქრობენ, ვის რა დაუშავონ, მეგობრებო. ვიცით? ხა მე რასაც ვამბობ, გამგები მიხდება. ხო. ასია საქმე კი. გამჩენმა აუგო სამართალი. ზუსტად. ზუსტად ანავარია. მოკლედ მეგობრებო, ესეთი იყო თქვენი პარტნიორის ენერგიები, თუმცა მისი ენერგია და ძალა თქვენ ხართ. თქვენ არ ყავხართ და არაფერი არ აქვს, იცოდეთ. საცოდავი მისი დღე და არც ექნება. იმიტომ რომ ვერ ექნება, არ შეიძლება რო კონდეს უთქვენოთ ამ ადამიანს გადავჭეხე კარტი, თქვენ ხართ მისი ვარსკვლავი. რა ქონებაზე ალაპარაკი. გევიდა გაღმა. საგაღმა. მარილზეო, რა მარილზე მოვკტაო. ხა, ასია კი. ნამდვილად ასია. ჩვენს დიავოლას კოვზი ნაცარში როგორ ჩოუვარდა, ეხლა დავიწყოთ მეგობრებო. ჩვენს დიავოლას კოვზი ნაცარში როგორ ჩაუვარდა. რა საინტერესოა ისე. რა ეგონა? მეგობრებო, რა ეგონა ადამიანს ნეტა. ესე უნდა გადავჭეხო მეგობრებო კარტი. რა ეგონა კი საინტერესო. ბოჭკას. შე რო იცოდე მაგილისი ბოჭკა. არც ღვინის, არც წყლის, სხვა, არც პივის. არა. სხვა ბოჭკაზე გვაქვს საუბარი. ხა, დავითმა კარგად თქვა, კი. დავითმა ძალიან კარგად თქვა. დიხტი ხო დანელია? ხო. მეგობრებო, დავიწყოთ ახლა. რა ხდება დიავოლასთან? ჯერ ეს დავიწყოთ. თქვენ ჩაფიქრებულ დიავოლასთან რა ხდება? დავიწყოთ, რა ხდება დიავოლთან? თქვენი ჩაფიქრებული ადამიანია დიავოლი.
ძალიან ცუდათა. მარტო ხელა ადამიანის პოზიცია უკავია. ამ ადამიანმა რაღაცის შესაძლებლობა დაკარგა ენერგია, დაკარგა ჯანმრთელობა. დამეწყო, დაკარგა შანსები. ძალიან ბევრი რამე დაკარგა თქვენი სახით. კონფლიქტებით, თქვენთან კონფლიქტებით ძალიან ბევრი რაღაცები დაკარგა. იმიტომ რომ ამ ადამიანმა არ იცის ურთიერთობაში მუშაობა. არა. აი ეს თქვენ ხართ. დაგკარგათ მეგობრებო. ფუფუნება დაკარგა თქვენთან. თქვენი სახით ფუფუნება დაკარგესას ადამიანი რომელიც ფუფუნებაში ცხოვრობს. ხოდა ეს აღარ აქვს. აღარ აქვს, არა, აღარ ყავს. მისთვის აღარაა თორე. ხო. ეს ადამიანი იგნორს უკეთებს ახლა. ფუფუნების ავტორი იგნორს უკეთებს ახლა. თავის დროზე მან გაუკეთა იგნორი და ახლა ეს ადამიანი უკეთებს იგნორს. ძალიან კარი, ესეც ეკუთვნის, ხო? თქვენ თქვენს ფინანსებში ხართ დაკავებული და ეს ადამიანი ხედავს ამ ყველაფერს. რომ ძალიან კარგად ხართ, ძალიან კარგად გრძნობთ თავს. თქვენი დაგროვებული, თქვენი ცხოვრების შენაძენი, თქვენი რაღაც გაქვთ. გაქვთ თქვენი სამუშაო, თქვენი ფინანსები, თქვენი ენერგია, თქვენი რესურსები, ყველაფერი თქვენთვის გაქვთ. დიავოლა. კიდევ. რა მინდაო დიავოლამ, მეგობრებო? რა მინდაო? ხო, ვეჭვიანობ შენზეო, თქვა? ამბობს. ძალიან ვეჭვიანობ შენზეო და ეს არასტაბილურობაში მაგდებსო. არ მიყვარს ასეთი სიტუაცია, ამბობს მეგობრებო. ძალიან ბევრი დაბრკოლებები მაქვს ამ ეჭვიანობითო. ხო, აქამდე თუ თქვენ ეჭვიანობდით და ეჭვიანობის საბაბს გაძლევდათ ეს ადამიანი. ხო? ეხლა თვითონ ეჭვიანობს. კიდევ? არასრულყოფილებაში იმყოფება. ძალიან რთულ გზას დაადგა ისა ცოდავი. ხო, ძალიან რთულია ეს გზა ეხლა მისთვის. იმ გზას, რასაც გადის ეხლა, მეგობრებო, ნახეთ. ძალიან რთულია მისთვის. ხო. რა ქნას აღარ იცის ახლა, რა გააკეთოს. თუმცა უკან არ დავიხევო ამბობს. უკან არ დავიხებ იმისთვის, რომ თავიდან დავიწყო ეს ურთიერთობა, კი. ამისთვის მეო ძალიან დიდი იმედი მაქვს. თავიდან მინდა ყველაფრის დაწყება, ნახეთ, თავიდან ცხოვრების დაწყება. ხო. ხო, რამდენი სურვილი აქვს. ხო, ამას გონია რომ ყველაფერი ისე იქნება. ამას თუ არ ჩავთვლით ახლა ამას, ამ ტყუილებს. სამართალი პურჭამს. კი. უყურეთ ახლა, ამ ადამიანმა ხო. შეიკუკუნა რომ იტყვიან. ხა. თქვენთან მიმართებაში შეიკუკუნა. აბატონო. გატყუებდათ მეგობრებო. ხო და შეიკუკუნა მეგობრებო. ხო და კი ახლა ამ ჩაკუკუნებულში თვითონ ცურავს. მიხთით ხო ეხლა რას ნიშნავს ბოჭკა? რა მაგრად ახსენი? ხო ხედავთ მეგობრებო? ბოჭკის პასუხი უცბათაა, ზუსტად. არა, პამპერსის გაკეთების ცხენია. საჩეგვიძლია, მაგას რომელი პამპერსი აიტანს მეგობრებო? იმდენი იტყუილა თქვენთან რომ რა პამპერსი გაიტანს მაგას მეგობრებო? რას ლაპარაკობთ ხახნა? ხა, შეიკუკუნა. ხო და ცურავს იმაში. დიავოლა კუკუნ ბოჭკა. ხო. მეგობრებო, ზუსტად. ჩაკუკუნებული არის ახლა. კუკუნა. ჩაკუკუნებული. კიდევ. ხო. თან სამართლიანად, მეგობრებო, ნახეთ. თან სამართლიანადა მის ჩაკუკუნებულში ცურავს. როგორ ეკუთვნის. თუ ოჯახი გქონდათ, დაკარგა ოჯახი. თუ ოჯახი დაკარგა, თუ ურთიერთობა დაკარგა, თუ მომავალი დაკარგა თქვენთან. ხო.
ჩაუვარდა კოვზი ნაცარში მეგობრებო. კალოშებში ფეხი არ ჩაუვიდა. აი ჩვენი პირდაპირი თემა დღეს. კოვზი ნაცარში დიავალას. ხო, აი მეგობრებო, როგორ ჭიკჭიკებს დასტები. განგამ სტაილი ქვია ამას. ო მამამია, არა, განგამ სტაილი. აბა რა, ესე აკუთნის. როგორა ეხლა? ეხლა უნდა ვკითხო. ხო. აბა ეხლა როგორა? კარგია მისთვის ეხლა ეს პოზიცია? კმაყოფილია თვითონ? მეგობრებო, ძალიან მაინტერესებს ეხლა. რამდენად კმაყოფილია ეხლა? ოხ, მეგობრებო, რას ლაპარაკობთ, მეგობრებო? ინტრიგები. მომავალი აღშესაძლებლობები. ძალიან დიდი შესაძლებლობები დაკარგა თქვენთან ერთად. მეგობრებო, ნახეთ. ეს არის კარგი სურათი. ერთად რო კარგად ხართ და კარგს რო იხსენებთ და სულ რო ადამიანს კარგი ახსენდება, ხო? ხო. ეხლა ამ შემთხვევაში ეგი არის შესაძლებლობები და გეგმების უარყოფა, გეგმების არ შესრულება, არ განხორციელება, შესაძლებლობების დაკარგვა, მომავლის დაკარგვა, პირფერობა, ინტრიგები, პატივმოყვარეობა შემელახაო ამბობს. წარმოიდგინეთ ეხლა თქვენ ამ ხელა ეგო აქვს ამ ადამიანს. რო ეხლა თვითონ რო დარჩა ესე, ეხლა ამბობს რომ პატივმოყვარეობა შემელახაო, თორე თქვენ რო შეგილახათ იქ პატივმოყვარეობა, იმას კი არ ფიქრობს. ანა მარია მორიელი დაგპატიჟებს ქორწილში. და წაიქინე. ანა მარია ხო გეუბნებოდა დაგპატიჟებ ჩემ ქორწილშია. ხო და დაგპატიჟებს და წაი ანა მარია. იქეიფე ბოლომდე. ხო. ესეა კი? ვინოხრები გავყარო, ჰალო. ვიზი ამბობ, დანელია. რას ლაპარაკობ, ჰალო? რეებს წერ, დანელია. თაგზა ხომ არ აგერია, ჰალო? რა დღეში ხარ, დანელია? ამ ადამიანმა მეგობრებო, ეს ადამიანი იცით როგორაა ეხლა? ოხ, გამოსავალს ეძებს, მაგრამ ვერ პოულობს. ფაქტებს ერთმანეთს ვერ უკავშირებს. ვერ იაზრებს იმას თუ რა დააშავა მეგობრებო. ხო, ამ ტაროს დასტებით, ამ ტაროს დასტების გადასახედიდან ეს ადამიანი ვერ იაზრებს თუ რა დააშავა. ვერ ხვდება მეგობრებო. უასოზეა ყველაფერი. ხო. გასაგებია ეხლა მან რა ქვია დანელია, კი. ამ ადამიანმა ერთადერთი რაც გაიაზრა არის ის, რომ ის რაც თვითონ გააკეთა, ის რისთვისაც იბრძოდა, შეიძლება იმას მიაღწია, მაგრამ რის ფასად დაუჯდა, ეხლა ეს ყველაფერი და უჯდება თქვენთან დაკავშირებით, თქვენს გამო, ამას ახლა ფიქრობს. ხო. ის რო თქვენ დაგკარგათ, ამას ახლა ფიქრობს კი. ამად ღირდა ეს ყველაფერი, ამას ამბობს. ამ ადამიანმა შეიძლება მიაღწია იმას, რაც უნდოდა. თქვენგან წასვლით, თუნდაც თქვენგან წასვლით, მაგრამ ეხლა ფიქრობს, ამად ღირდა? ეხლა ამათ მიღირს მე ეს ყველაფერი რაც მაქვს, რომ შენ ჩემს გვერდით არ ხარ? თუ ოჯახი გქონდათ, დაკარგა ოჯახი, იქნებ შვილებიც გყავდათ, ესეც შეიძლება მაგისა ბავშვები ხატი აქვს. ხო. გოგო და ბიჭი.
დაკარგა. ძალიან დიდი ბედნიერება დაკარგა მეგობრებო. ძალიან დიდი რამე დაკარგა. კიდევ, მეგობრებო. ყველაფრის მთქმელ, ორი სურათი. დაკარგა სიყვარული, დაკარგა ურთიერთობა, დაკარგა მომავალი, დაკარგა აწმყო, რაც იყო ის დაკარგა. რატო გამოგჩა ანა მარია, გაგიჭედა? მეგობრებო, ჭედავს ვინმესთან? ჩემთან არ გაჭედოს ისაა მთავარი, რო ავტვირთავ მერე უბრალოდ ხარვეზები არ კონდეს. გაიხარეთ მეგობრებო, თითქოს რაღაც ძალიან ვერ ვიყავი მეგობრებო, ოღონდ მართლა. ძალიან ვერ ვიყავი. დღეს ცოტა არა, დღეს ალბათ 1-3 საათი ვიძინე, ცოტა გამოვედი, აი რაღაცნაირად ძალა მოვიკრიბე, თორე ხო, აი ძალიან ცუდად ვიყავი, ოღონდ მართლა. ვერ ვარ ეს დღეებია კარგად ჩემო ძვირფასებო, ვერ ვარ. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, გავაგრძელებ ახლა. რა უნდა ამ ადამიანს თქვენთან? აი ეხლანდელი გადასახედიდან, რას ფიქრობს, რა უნდა? რისი მიღწევა უნდა მეგობრებო? რისი მიღწევა უნდა თქვენთან დაკავშირებით? ბედი მოუგვარებს ყველაფერს, ფიქრობს. როგორ არა მეგობრებო, ნახეთ რა უნდა და თქვენთან მოსვლა უნდა და რაღაც შემოთავაზებები უნდა რომ შემოგთავაზოთ. თითქოს რაღაც აზრი, იდეა, რაღაც მოლაპარაკებებზე, შეიძლება კომპრომისზე წამოსვლა უნდა ამ ადამიანს. ხო, ეს ჩემი გაკეთებულია მეგობრებო. უბრალოდ ძაფი არ აქვს, ძაფის გარეშეა და ესე მიდევს, კი. ეს არის ჩემი ჩამომდნარი სანთელი. გავაგრძელებ კიდევ. რა უნდა ამ ადამიანს? ხაი, ხო გეუბნებით, თქვენთან მოსვლა და მოლაპარაკება უნდა. თქვენთან რაღაცის შემოთავაზება უნდა, თითქოს დახმარება უნდა. რას ამბობს იცით? თუ კი თქვენ რაიმე პრობლემა გაქვთ და ამ ადამიანს შეუძლია ამის მოგვარება, ხო? ამის დაპირება უნდა, ამის შესრულება უნდა. ამბობს რომ თუ კი რაიმე პრობლემა გაქვს, მინდა რომ მოგიგვარო. ეს შეიძლება იყოს ფინანსური, ან მორალური, ან მატერიალური, ან რაღაც მემკვიდრეობის პრობლემა, ან ჯანმრთელობის პრობლემა. მეგობრებო, ნუ ვის რა გაქვთ? ხო, არაა გამორიცხული რომ თვითონ ამ ადამიანს გქონდეს კიდევ რაღაც პრობლემები და ამიტომ ვერ მოვიდა თქვენთან. ეხლა ერთ რაღაცას ვიტყვი, მედალს ხო ორი მხარე აქვს. ერთი მხარე ჩვენ ვართ და მეორე მხარე თვითონ, რომელიც არ ვიცით. ხო. რას მოიმოქმედებს თქვენთან დაკავშირებით? უშენოთ ძალიან ცუდად ვარო. დაბრკოლებები უთქვენოთ მეგობრებო, ძალიან ბევრი პრობლემები აქვს ამ ადამიანს. ესე იგი თქვენ იყავით მისი ენერგიის წყარო, თქვენ ხართ მისი
აი იცით რა ენერგია, სასიცოცხლო ენერგიას აძლევდით ამ ადამიანს. თქვენთან რო იყო ეს ადამიანი ყველაფერი კარგად მისდიოდა. მერე როგორც ჩანს თავში აუვარდა. იფიქრა რომ ესე იქნებოდა ყოველთვის. ან ესე უნდა ყოფილიყო ყოველთვის. წარმოგიდგენიათ? ხო, რამხელა ეგო აქვს ადამიანს, ხო? ხო, მეგობრებო? ზოგს მართლაც ძალიან დიდი ეგო აქვს, რომელიც ღუპავს, ხო და დაღუპა საკუთარი თავი. ხო. ახლა არის არეულ-დარეული, დაბრკოლებები, პრობლემები, შეფერხებები, დეპრესიები, გაუბედურებულია მეგობრებო. ძალიან მძიმე სიტუაცია აქვს. ხო. რას გეტყოდათ ახლა თქვენთან რო იყოს? აი უფლება რო გქონდეს, რას გეტყოდათ? უფლება რო გქონდეს ამ ადამიანს, რას გეტყოდათ მეგობრებო? ძალიან მაინტერესებს. რას გეტყოდათ უფლება რო გქონდეს? ძალიან ნერვიულობ. შენს დაკარგვას. მე თქვენ ხართ მისი ბარაქის დანაკარგი, მეგობრებო, აი ხო გეუბნებით. ხვავის და ბარაქა თქვენით მოსდიოდა ამ ადამიანს. რას გეტყოდა და გეტყოდათ იმას, რომ ამ ცვლილებებს ძალიან განვიცდიო. ის რაც იცი რომ პრობლემები მქონდა და მაქვს, კიდე იმას ემატება, კიდე სხვა დანარჩენებიო. საერთოდ ვერ გამოვდივარ პრობლემებიდანო. ერთი არ მაქვს დამთავრებული, მეორე მოდის. ეს არ მაქვს დამთავრებული, ის მოდის. კიდევ იმას ის ემატება და ეს საერთულებით აგროვა მეგობრებო. რას გეტყოდათ? ხო, ძალიან მიყვარხარ რომ გეტყოდათ. თასებით. ხო, მინდა რომ თასებით მოვიდე, მინდა რომ თასებით დავბრუნდე. ხო, თუ კი ვინმე ელოდებით ამ ადამიანის დაბრუნებას, აქ კიდე მეორეა, რას ამბობს იცით? მე შინია რომ ხوار დავაგვიანებო. თვითონ ესე ფიქრობს. ან ზედაპირულად ხوار მიიღებთ, ან სამაგიეროს ხوار გადაუხდით. დაუშვათ ესე, მაგალითად შეირიგდებით და მე სამაგიეროს გადაუხდით. თქვენ დატოვებთ. რაღაც მსგავსი, ესეც ზეპი. შურს ხوار იძიებთ, ამას ფიქრობს. ხო. ხო, მოკლევადიანი ხوار იქნება ჩვენი შერიგებაო, ამას ფიქრობს. ან ვინმე ხوار ყავთ? ხوار დააგვიანა, ან ხوار დააგვიანებს, რაღაც მსგავსი. ვინმე ხوار ყავთ? ხო, ცუდზე ფიქრობს, მეგობრებო. ცუდზე ფიქრობს, დოგმატური აზრები აწუხებს. ეს ადამიანი ამბობს, რას გეტყოდათ და გეტყოდათ იმას, რომ მეო მანიპულაციებს ვაკეთებდიო შენზე, ნახეთ მაგიები. ვისთან შეიძლება მაგიებიც იყოს? ხო, თუმცა უნდა რომ ეს ყველაფერი ცუდი წარსული დაგავიწყოთ, ან დაივიწყოთ, ამნეზია დაგემართოთ, შეიძლება ამას ფიქრობს, უნდა რომ იქნება ამნეზია დაგემართოთ. ასე რომ ამ ადამიანს უნდა რომ დრო ყველაფრის მკურნალიაო და თითქოს და დაგავიწყდეთ წარსული. ასწავლი. დაივიწყოთ ის მისი მანიპულაციები, დაივიწყოთ მისი შეიძლება მაგიებიც, ხო, დაივიწყოთ მისი ესეთი საქციელები. დაივიწყოთ ტყუილები, დაივიწყოთ ადამიანის ჩარევები. აქ ნეგატივებიცა, კი მეგობრებო, მაგიებია. აქ არის მაგიები. ეხლა მქონდა პაზლის ჩადგმა მეგობრებო და ეს ადამიანი ეტყობა ძალიან დაფრინავს ღრუბლებში. ხო, ღრუბლებში დაფრინავს. ძალიან ბევრს დაფრინავს ღრუბლებში. ხო, არეულ-დარეულია. შეიძლება თავის მოკლაც უფიქრია, რაღაც ცუდი უფიქრია, ნუ ყველასთან არა მეგობრებო, მაგრამ ხო, არიან ადამიანების კატეგორია, რომ
ხო, შეიძლება ესეც ერთ-ერთი манипуляციის ხერხი იყო, თვითგანადგურება, არ გამოურიცხავ ამას. ან გაშინებდათ იქნებ მე წავალ მოულოდნელად, ან თავს მოვიკლავ მოულოდნელად, ან რა თმინდა ასეთი სიცოცხლე და რაღაც ესეთებს შეიძლება, ესეთებს აკეთებდა ვინმესთან, ყველასთან არა, მაგრამ ნუ ვიღაცასთან ესე აკეთებდა. ხო. ვიღაცასთან ასე აკეთებდა. ხო. ხო, აჩახმალო, ან თავს მოვიკლავ, ან აღარ მინდა ამფერი, ან თითქოს ის, თითქოს ეს, ანუ манипуляციები, მეგობრებო. ხო. წავალ გადავხტები ღილეში და თავს დავიხჯობო. ღილეში ჩამოვიხჯობ თავსო. დავიხჯობ თავსო. ხო. კი ბატონო, კი მეგობრებო. ხო და მხოლოდ უნდა მოისმინოთ. გულთან არ უნდა მიიტანოთ ესეთი სიტყვები მეგობრებო. მერე უნდა უთხრათ თქვენ, წადი და მოიკალი თავიო. ესე უნდა უთხრათ. ლაჩრებმა იცის. დანელია. ლაჩარმა იცის ეს, გინდ ქალი და გინდ კაცი. ორივე ლაჩარია ჩემ თვალში, ვინც ამას აკეთებს. ხო. ესეთ манипуляციებს რო აკეთებენ. მეგობრებო, ჩემს თვალში ესეთი ადამიანები ლაჩრები არიან. ქალი და მამაკაცი არ აქვს მნიშვნელობა. ანა მარია მიცნობო. დოლარიჩი, მეც ხო არ გიცნობ. მერე უნდა მიგეცა უფლება რომ მიედო და მეეკლა თავი. მეგობრებო, არასოდეს ესეთ ადამიანთან ესე რო გააკეთებს, ვინც არ უნდა იყოს. თავს მოვიკლავ, აგერ და მოიკლას, მერე მიუშვით, მეგობრებო. ხო, მიუშვით, მეგობრებო. მას თუ არ ედარდება მისი სიცოცხლე მე რა, დარდია გერ კვირაში. მეგობრებო, გავაგზელებ ახლა. გავაგზელებ მეგობრებო, კი, ესე იყო. ამ ადამიანს იმედი აქვს, რომ თითქოს რაღაცა ამ სიტუაციიდან გამოვა, მაგრამ რა ვიცი. ტრანსფორმაციაშია. ძალიან ცუდ ტრანსფორმაციაშია. ძალიან. ეს ადამიანი ტრანსფორმაციაში იმყოფება. სიკვდილის არკანია. სიკვდილმა მოაკითხა, მაგრამ ეს ისეთი გაგებით რა, ანუ გარდა სახვის გაგებით, ტრანსფორმაციის გაგებით, მეგობრებო, იმიტომ რომ ამ ადამიანმა უნდა გამოიცვალოს კანი. აი გველი როგორც ტყავს იცვლის. ხო, ხვდებით ახლა რასაც ვამბობ? ხო, აი ესეთი ძვალი და ტყავი უნდა დარჩეს. შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობით ამ ადამიანმა ძალიან უნდა დაიკლოს. ესეც შეიძლება მეგობრებო. არ გამოურიცხავ. ხო. ან უნდა დაიკლოს, თუ ძალიან მსუქანია, ან თუ ძალიან სუსტია, უნდა მოიმატოს. ტრანსფორმაციაშია მეგობრებო. ხო. სულ ახლებურად უნდა დაიბადოს. ახალი შესაძლებლობებით. რა თქმა უნდა. ნუ ეხლა ამას უბრალოდ დასტა ამბობს ასე თორე. რამდენად შეუძლია ეხლა ეს უკვე სხვა საქმეა. გატყავება უნდა ხო? შენ არც მაგი მედით იყო. აბრაკადაბრა. ვინმე რო შეიცვლება მეგობრებო, თქვენ მაგის იმედზე არ იყოთ. დღეს ანა მარიას ებრძვის. ვინ ებრძვის? ანა მარია ვინ გებრძვის? გამოუშვი ჩემთან დაო. მე აგერ ვარ. რას ქვია ვინმე გებრძვის?
მეგობრებო, ვინც ანამარიას აწყენიებს, ჩემთან ექნება საქმე. არც არაფერი არ გამოასწორებს კულზიანს, საფლავის მეტი. დიავოლი იმ ქვეყნად გამოასწორებს. ავაგრძელებ მეგობრებო. ანამარია, გამოუშვი ჩემთან დაო. გადმოამისამართე. ვაი მის დღეს უბედურს. მეგობრებო. მოულოდნელი გეგმების ჩაშლა. ჩაუვარდა ნაცარში ამ ადამიანს ყველაფერი. თვითონაც ჩავარდნილია ნაცარში, რა ვთქვათ. თვითონაც ჩავარდნილია ნაცარში. იხჩობა მეგობრებო. იხჩობა. შეგილახათ პატიმოყარეობა. ეს ყველაფერი საკუთარი თავის სასარგებლოდ გამოიყენა, მაგრამ უკუღმა შემოუბრუნდა, მეგობრებო. უკუღმა შემოუბრუნდა. ნახეთ, ბალოტი, ნაცარი ბალოტი. რა ვიცი რა ქვია ამას. დაკარგვა, პრესტიჟის დაკარგვა, ცხოვრების დაკარგვა, საკუთარი თავის დაკარგვა, პატიმოყარეობის დაკარგვა, ძალის უქონლობა, ავადმყოფობა, ფინანსების დაკარგვა, მეგობრებო, ნუ რა ვიცი ახლა, რა ვიცი. ჯაჯმენტი აქაც ჯაჯმენტი, მეგობრებო. ეს ადამიანი გადაწყვეტილების წინაშე დგას და რა გააკეთოს არ იცის, ვერ ხდება რა უნდა გადაწყვიტოს. აქეთ რომ უნდა გადაწყვიტოს, იმას ვერ ხდება. ხო. ახალ შანსებს და ახალ ალიანსებს რო კარგავს, ამასაც ვერ ხდება. ამ ადამიანმა რო თქვენსკენ გადაწყვეტილება გააკეთოს, ნუ ვინც ელოდებით იმაზე მაქვს საუბარი. ძალიან დიდ საჩუქარს აძლევს თქვენი სახით უფალი, მაგრამ მან არ იცის ეს. მას არ გონია ეს ასე თუ იქნება. მას გონია ეს უპატიოსნო თამაში. ხო, თვითონ ესე ფიქრობს. საცოდავი მისი დღე. რას გააკეთებს, რას გადაწყვიტავს ბოლა-ბოლა, რას გადაწყვიტავს და ეჰა, ხმლები. ეს ადამიანი თუ თქვენზე ასაკით პატარაა, მეგობრებო, ამბობს რომ ვიბრძოლებო. ხო, უბრალოდ თვითონ ამბობს ვიბრძოლებო. კი, მე მზად ვარ ბრძოლისთვის ამბობს. კი, მეგობრებო, კი. თუმცა ეს სულელივით. ეს სულელის არკანი განოლების ნიშანია კიდე, ყველაფრის თავიდან დაწყება, და მეგობრებო, სამყარო და მოსვლა. მოსვლა იქ, საიდანაც წავიდა. ხა, საიდანაც წავიდა იქ მოსვლა. რა სიტუაციაც გქონდათ, მეგობრებო, და სადაც დაგტოვათ, იმ სიტუაციიდან ისევ თავიდან დაწყება. თუ ასანდო. ეხლა უნდა ვკითხო, თუ უნდა ენდოთ ამ ადამიანს ზოგადად. მეგობრებო, არა. ეს ადამიანი რაღაცას გიმალავთ. მეგობრებო. არა, მეგობრებო, სანდო არა. ამ ეტაპზე არა, თქვენ ციცით რომ სანდო არა. თქვენ მეგობრებო, თქვენც ძალიან კარგად იცით რომ სანდო არა. ეს ადამიანი მოდის ერთი ნაბიჯით წინ, ორი ნაბიჯით უკან. ხო, თქვენ რა უნდა გააკეთოთ? შეიძლება ბევრთან უცხოელი იყოს. ან გაუცხოება გქონდეთ ერთმანეთში, ან უცხოეთთან დაკავშირებულ გზებზეა საუბარი, მეგობრებო.
ხო, უცხოეთთან დაკავშირებულ გზებზეა, რომელიღაცა თქვენგანი უცხოეთში ხართ. ან შეიძლება იყოს უცხოელი ადამიანი, ან გაუცხოება გქონდეთ ერთმანეთში. ჩემს ნათქვამს ეხლა თქვენ ძალიან კარგად მიხვდებით. ხო. თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ? თქვენ იქნებით არჩევანის წინაშე დადგებით მეგობრებო. თქვენც დადგებით არჩევანის წინაშე, მაგრამ კარგად დააკვირდით თქვენს არჩევანს მეგობრებო. 100 ჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერის პონტია აქ. ხო, იმიტომ რომ ნახეთ, თვარეში არ აღმოჩნდეთ ისე. კარგად დაფიქრდით. ხო. ცარიელი სიტყვები არ დაიჯეროთ ადამიანის, საქციელებს დააკვირდით. დედა მეგობრებო. რას ლაპარაკობთ? არანაირად არა ამჯერად სანდო. არა მეგობრებო. არა მეგობრებო. ამ ეტაპზე ეს ადამიანი სანდო არა. შემდეგში ვნახოთ, მაგრამ ამ ეტაპზე ხო სანდო არა. არა. ერთადერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ ეხლა ჯობია რომ იყოთ თქვენთვის მარტო, თავისუფალი. თქვენ რა უნდა გააკეთოთ და უნდა იყოთ თქვენთვის. ცდუნებას არ აყვეთ. ცდუნებას არ აყვეთ მეგობრებო. აქ ბოლო კარტები კარგის მთქმელი არაა. ამიტომ არ შეცდეთ მისი დაბრუნებით, არ იფიქროთ რომ ყველაფერი უკვე გვარდება. სად წაიღო და ბოჭკაში ჩადევი. ბოჭკაში, სად წაიღო და ბოჭკაში. ხო. ასია მეგობრებო. ასია ჩემო კარგებო. არანაირი ნდობა არავის. არავინ არაა სანდო დღეს. არანაირი ყოფილი პარტნიორი. გამორიცხეთ. ვინც ჩაიფიქრეთ. იმ ადამიანზე ვსაუბრობ. იქნებ მეგობარი ჩაიფიქრეთ. იქნებ დედმამიშვილი ჩაიფიქრეთ, რა ვიცი. ხო, რა თქმა უნდა, დავით. სუნი ექნება. ბოჭკას რისი სუნი ასდის, ხო იცით? აი მე აღარ შემიძლია. ბოჭკას ასდის ლეშის სუნი. ხო. რა თქმა უნდა მეგობრებო, ეხლა ეს თქვენი გადასაწყვეტია. მაგრამ უნდა დაბრუნდეს კი. მხოლოდ იმიტომ უნდა დაბრუნდეს, რომ თქვენი ენერგია აინაზღაუროთ. თქვენი შელახული თავმოყარეობა, რომ შეგილახათ. ხო, ის რომ ეგონა რომ თქვენ ვინ იყავით და ის მიყოფილა. ეხლა პირიქით იქნება. ხო. ნახოთ ეხლა ასტრაბარათებს ვკითხოთ. კოვზი ნაცარში დიავალას როგორ ჩაუვარდა? კოვზის ნაცარში ჩაგდება. როგორი ყოფილა კოვზის ნაცარში ჩაგდება? ეხლა უნდა ვკითხოთ თქვენს პარტნიორს. მეგობრებო, ნახეთ. ხო, ესეთი ადამიანი დაკარგა თვარე და ვარსკვლავები. ეს არის ადამიანი შთაგონება, იმედი, რწმენის მომცემი, ადამიანი ძალა. აი, თქვენ ხართ მისი ძალა, თქვენ ხართ მისი სამყარო, თქვენ ხართ მისი ცხოვრება. ეს ადამიანი ძალიან გამოგარჩევთ სხვებიდან. შეიძლება ბევრი ეხვეოდეს თავს, შეიძლება ბევრი თაყვანისმცემელი ყავდეს, მაგრამ თქვენ ხართ ერთადერთი მისთვის. თქვენ ხართ აი ის ჯადოსნური ჯოხი, რომელიც ამ ადამიანს უკავია ხელში. უბრალოდ უყურეთ ახლა რამდენი რამე ვთქვი ამ ადამიანზე. და ეს ხართ თქვენ. კიდევ რა? ჩაუვარდა ნაცარში, კოვზი. აბარა. კიდევ რა? ეს ადამიანი რაღაცისთვის ემზადება. ნაცარს ქეკავს, ნახეთ? ნახეთ მეგობრებო, ცეცხლში როგორ იქექება. რაღაცისთვის ემზადება ეს აცოდარი. ნაცარ ქექია. ნაცარს ქეკავს, იძახით ნაცარს ქეკავსა და რაღაც სურვილები აქვს ჩამოწერილი ამ ადამიანს. ცეცხლი რომ მეკიდებოდესო, მაინც უნდა გავაკეთო იძახის.
აი მე როგორ მომთქნარებს, მეგობრებო, როგორი თვალი გაქვთ. კიდევ რაო. ყველანაირ ხერხს გამოვიყენებო, მეგობრებო. ეს ადამიანი ამ ყველაფერს მშვიდად გააკეთებს. ყველანაირი ხერხის გამოყენებით. ნაცარში გამომცხვარი კექსია ძალიან გემრიელი. ნაცარში შემწვარი ხაჭაპურიც ჭადიც კარგია და კარტოფილიც კარგია შემწვარი. შეუძლია მირთვას. ეს ადამიანი ყველანაირ ხერხს მიმართავს, იცოდეთ. თქვენ რო ვერ წარმოგიდგენიათ ისეთ რაღაცებს გააკეთებს. მეგობრებო, ამიტომ ფრთხილად იყავით. ხო. ცქვიტეთ ყურები, თვალები დაყლიპეთ. ხო, აი გონება გახსენით და ყველაფერზე იფიქრეთ თუ რა შეიძლება გააკეთოს. თქვენ რომ ვერ წარმოგიდგენიათ ისეთ რაღაცას გააკეთებს. ძალიან ბევრ რამისთვის ემზადება, აქ სამზადი სიტყვა არაა. ხო, რაღაცისთვის ემზადება, ხრიკებისთვის ემზადება, აი ესეთი მოულოდნელი სიურპრიზებისთვის ემზადება, რომ პირი დაგჭეთ ღია. კი, მზად იყავით მეგობრებო. შეიარაღებული იყავით. ვინჩესტერი მოამზადე ლიკა. ხო. ლობიო ჭამეთ, მეგობრებო, ლობიო ბევრი. ბევრი ლობიო ჭამეთ, მეგობრებო. შეძლებს დაყვარათ. ხა. კიდევ. ამ ადამიანმა შეიძლება ისიც გააკეთოს, რომ სადმე დაგპატიჟოთ, მეგობრებო. აქამდე თუ საერთოდ არ ქონია მსგავსი დაპატიჟება, შემოთავაზება, გასეირნება, პიკნიკი, რაიმე წახალისება, ეხლა გააკეთებს. სად იყავით ამისთვის? იქნებ სადმე გემზე დაგპატიჟოთ, სამოგზაუროდ დაგპატიჟოთ. კი, მეგობრებო, ესეც ერთ-ერთი ხრიკია, იცოდეთ. გაგიკვირდებათ, მისგან ამის ეს შემოთავაზება ბევრს გაგიკვირდებათ. აი რაც არ უქნია, იმას გააკეთებს ზუსტად. და სპეციალურად, მეგობრებო, ეს არის ერთ-ერთი манипуляცია მისი. დაწყება, ამითი დაიწყებს. დასაწყისისთვის ესე დაიწყებს. ნახეთ, აქ ჯადოქრის ინვენტარიზაცია ალაგია. აი მაგი და აქ მომზადებული ამ ადამიანს. მეგობრებო, თუ კი სადმე რესტორანში მოხვდებით, ფრთხილად იყავით. სასმელში რაიმე არ ჩაგიყაროთ. ოღონდ პირდაპირი მნიშვნელობით, მეგობრებო, გეფიცებით. ხო, აი მეგობრებო. და ამაში ფულსაც გადაიხთის, იცოდეთ. ხო. ამასაც გააკეთებს, რომ ამაში ფულს გადაიხთის და თავის საწადეს მიაღწიოს. თავისი საწადელი კექსი. ანა მარია რასაც წავლი ხარ. საერთოდ არ გავაღებ პირსო. აი მე აღარ შემეცლია. ხო, მეგობრებო, აი დედას ფიცავა, მიცოდეთ რომ სასმელში რაიმე არ ჩაგიყაროთ, ან საჭმელში რაიმე არ ჩაგიყაროთ. ამ ადამიანიდან შემოთავაზებულ ნებისმიერ სასუსნაოს ერიდეთ. ხო, ფრთხილად იყავით უბრალოდ. იქნებ რაიმე გაჩუქოთ, ისეთი რაიმე გაჩუქოთ, ან ნივთი, მეგობრებო, საჩუქარიც არ აიღოთ მისგან. აი არ ვიცი, ფრთხილად იყავით. აი ხო ხედავთ, რებს ვსაუბრობ. მეგობრებო, აი ნახეთ უბრალოდ როგორი სურათი ალაგია აქ. ეს ადამიანი ფულს გადაიხდის იმაში, რომ თქვენ აი რაღაცნაირად მოგწამლოთ. ეხლა მოწამლვაში რას ვგულისხმობ? რომ დაგიყოლიოთ.
რაღაც მაგიური ზემოქმედებით. შეიძლება ჭიქაში რაიმე ჩაგიყაროთ, ან სასმელში ჩაგიყაროთ, ან საჭმელში ჩაგიყაროთ, რა ვიცი. ან იქნებ ისეთი ნივთი გაჩუქოთ რაღაცა, მეგობრებო, რაზეც იქნება მაგია გაკეთებული. სათავისოდ თორე ხა სასიკვდილო კი არა. მის ჭკუაზე რო გადახვიდეთ, რო დაეთანხმოთ ისეთი. მეგობრებო, როგორ საუბრობს პირდაპირ უბრალოდ ნახეთ დასტა. ყოვზი ნაცარში ჩაუვარდა ადამიანს, ამიტომ სხვა გზა არ აქვს, ეს უნდა გააკეთოს. კიდევ ერთი ბარათი, მეგობრებო. კიდევ ერთი ბარათი. რას გააკეთებს ამის გამო? რას აკეთებს? მეგობრებო, ქვემოდან რა კარტია. რას აკეთებს? მაგიებს. წამსვლელია, აი ხო გეუბნებით, ყველანაირი ხერხის გამოყენება. ყველანაირი ხერხის გამოყენება, მაგიებით, მეგობრებო. იყავით ფრთხილად. თქვენი ყავა წაიღეთ, მეგობრებო. თქვენი ყავა წაიღეთ. და ისე წადით. ხო. თქვენი ყავით წადით, ნაჭამი, ნასვამი წადით, მეგობრებო. ხო. გაუძლიერდა გრძნობები, მეგობრებო, ესეა. უბრალოდ გრძნობა ყოველთვის ქონდა ამ ადამიანს, უბრალოდ ამას არ აღიარებს ეს საქმე. ხო. ეს ადამიანი ყველაფერზე წამსვლელია, იცოდეთ. ყველანაირი ხერხის გამოყენებით, ABC ვარიანტები. ყველანაირი გათვლით. მეგობრებო, ამიტომ ფრთხილად იყავით. კი. ფრთხილად იყავით, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ფრთხილად იყავით, მეგობრებო. თუ ვაფშეტა თუა შესაძლებელი საერთოდ არ შეხვდეთ. გადადებით, მოიფიქრეთ რაღაც, ისეთი რაიმე მოიფიქრეთ, რომ აარიდეთ თავი ამ შეხვედრას. თუ კი დაგინიშნავთ ეს ადამიანის შეხვედრას, თავი აარიდეთ, გადადებით, რაღაც მოიფიქრეთ, მეგობრებო. ხო. რაიმე მოიფიქრეთ. იმიტომ რომ აიცილებთ ამ გაურკვეველ სიტუაციას მისგან. კი. და ესე იქნებით უფრო დაცულები. ეხლა მინდა ამოვიღო მე ზოდიაქოები. მაინტერესებს. ეს დასტები ცოტა ახალია, მეგობრებო, ამიტომ შეძლებს და გვარად. ხო. ზოდიაქოები, მეგობრებო. რა ენერგიებშია თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? ისი ენერგია. ზე, ცეცხლის ენერგიებშია. ზე. ცეცხლის ტიქია, მეგობრებო. ეს ადამიანი არის ცეცხლის ტიქია. ამოვიღებ 5 ბარათს. ხო, ეს ადამიანი არის ცეცხლის ტიქია, მზე. რას ბობოქრობს? ეს შეიძლება იყოს ვერძი, ლომი და ოვენ ლევს მშულდოსანი. ვერძი, ლომი და მშულდოსანი. ხო. კიდევ. მეორე. თევზები. თევზები, მეგობრებო. ხა, თუ კი თევზები არაა რომელიმე, მაშინ ფულის ენერგიებში, ფინანსებზე ფიქრობს ეს ადამიანი, მეგობრებო. ფინანსებზე. ფინანსებზე ფიქრობს, თუ კი თევზები არ არის, მაშინ ფინანსები. კიდევ მესამე. ლეონი, ლომი. ნუ რა გავაკეთა ახლა? ლომი. ძალიან ლამაზი ფოტოა. ნახეთ, ლომი. კიდევ. შენ ხარ, აგერ ხარ ლომი.
წყლის ენერგიები, ეს ადამიანი, ესე იგი, ისია, მეგობრებო, აი, ისია ემოციებიდან უკვე როგორ აიცი, ბობოქრობს. და ეს კიდევ ჰაერისტიკია, ჰაერი, მეგობრებო, სად წაიღოს აღარ იცის. ძალიან ბობოქრობს, მეგობრებო. ძალიან ბობოქრობს. კიდევ. მეხუთე. ტყუპები. ისთან არის ტყუპები. ტყუპები, მეგობრებო, აქ შეიძლება იყოს ზოდიაქო ტყუპებიც. ცეცხლში ვდგავა, წყალში ვდგავარ და ცეცხლი მიკიდიაო, მეგობრებო. ხო. მოკლედ ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი, ჩემო ძვირფასებო. ასე რომ არაფერზე არ ინერვიულოთ. ხო. პირჩხიბი რასტიქიაო. მოკლედ უღრმესი მადლობა ყველას. თითოეულ თქვენთაგანს უღრმესი მადლობა ჩემო ძვირფასებო. მინდა მშვიდობიანი ღამე გისურვოთ. ძალიან კარგია თქვენთან ერთად. ძალიან ხალისობთ. შეძლებს დაგვარად, ეხა სხვა რა დაგვრჩენია, თუ არ ვიხალისეთ, ეხა გავაფრენთ აბა. გაგიჟდება კაცი, ესეთი ადამიანზე ფიქრით, გაგიჟდება ადამიანი, თუ არ ვიხალისეთ ცოტა. მადლობა უფალს, მადლობა სამყაროს, მადლობა თქვენ. უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს და ვიხალისოთ, აბა რა, რატომაც არა, მეგობრებო. აი, რატომაც არა. ზუსტადაც უნდა ვიხალისოთ. მოკლედ გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე, მშვიდობიანი ღამე, ბედნიერი ხვალინდელი დილის გათენება, იმედიანი დილის, მეგობრებო, ასე რომ დროებით. თქვენც ასევე, აბა დროებით, ნახვამდის.